ასეთყოლე ვენახები, ქერისა და ხორბლის ყანების აკარმიდამო ნაკვეთები და გადახდილი სახურავები კახეთის სტიქიის შედეგებს ითვლიან. სეტყვამ და ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით სტიქია დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა და შედეგად ვენახები ერთწლიანი კულტურები და ხეხილის ბაღები თითქმის 80-100%-ით გაანადგურა. ძლიერი ქარის გამო კი ზემო ალვანში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი. დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ განადგურებული ვენახებიდან წელს მოსავალს ვერ მიიღებენ. მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაზიანების მასშტაბს სწავლობს და პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობს. მერის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დახმარება იმ ოჯახებს გაეწევათ, რომელთა საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დააზიანა. სეტყვა მოდიოდა ძალიან გადაათეთრა ყველაფერი. მთლიანად 100%-ით გაანადგურა ალბათ მოსავალი ვენახები საერთოდ და ბოსტნეულიც რა თქმა უნდა ხილი ყველაფერი არის განადგურებული. საათისკენ დაიწყო ძლიერი სეტყვა, გაგრძელდა 15-20 წუთი. ვიცი, ძალიან ზედაღა შეეხება იგი დღეშია რა, ვენახი გინდა, ბოსტნეული გინდა. ვისაზამთ რომ ესვი, რაც ეხლა ახალია მოსულია და გინდა ვენახი. სუძირს ყრია დაბლა. წამოვიდა ჯერ სეტყვა, ძალიან მსხვილი ესე. კანტიკუნდად და მე მოვაყოლე ამოვარდა ეს ქარიშხალი, მანქანებს უყურებდით, მანქანები არ გაგვისვეტყოს, არც შესაბარებელი ქონდა და რას ხედავს სახურავი ახადაოდა. ბიჭო, ვიყურები ამ სახურავს, საწაიღო ეს ახდილი სახურავი და ვერ გამოვდივართ გარეთ რა, ისე ძლიერი სეტყვა და ქარი იყო წვიმა საშინელი და მე რო ჩადგა ეს ნელა რო ავედით და ესე წიგნივით არის გადმოუკეცილი ესე ეს ნახევარი სახურავი. შეიძლება ითქვას რომ განადგურებულია ვენახები, სავარგულები, მარცვლეული კულტურებია დაზიანებული, რომელიც უკვე შესაძლებელი იყო რომ კვირაში აღებულიყო. ასევე შეტყობინება შემოვიდა სახურავების გადახდაზე, მოგლეჯილია ხეები, ჩართულია სამაშველო სამსახური, რომელიც მუშაობს და ამ გზებს წმენს მოტეხილი ტოტებისგან და გადაქცეული ხეებისგან. ასევე მერიის შესაბამის სამსახური გასულია უკვე და დეტალურად დაიწყეს დღეიდან ამ სტიქიის შედეგების აღწერა და ზარალის შეფასება.